გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იმერეთის რეგიონშია. მინისტრმა ბაღდათში სოფელ ვარციხეში შპს აგროლეინის მოცვის ბაღი გადამამუშავებელ და შემნახველი საწარმო დაათვალიერა. დავით სონღულაშვილმა შეხვედრა გამართა ფერმერებთან და მეწარმეებთან. სახელმწიფოს აქტიური ხელშეწყობით, რაც გულისხმობს ფინანსებზე, ცოდნაზე, ტექნოლოგიებზე, ბაზრებზე წვდომაში მხარდაჭერას, დღეს მოცვის ბაღები საქართველოში 2700 ჰექტარზე მეტ ფართობზეა გაშენებული. მოცვი თხილთან და ციტრუსთან ერთად დასავლეთ საქართველოში ფერმერების და მეწარმეების ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყარო გახდა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საქართველოდან ექსპორტირებულია $28 მილიონ მეტი ღირებულების ლურჯი მოცვი, რაც 33%-ით აღემატება 2023 წლის მაჩვენებელს. მინისტრს დაგეგმილი აქვს შეხვედრები სამინისტროში შემავალი უწყებების რეგიონულ სამსახურებთან. ის ასევე გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონულ სამსახურებსაც ესტუმრება. ადგილზე გავეცანით იმერეთში მოცვის ბაღებში თუ რა მდგომარეობა არის და როგორ მიმდინარეობს პროცესი, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ყოველწლიურად მოცვის ბაღები იზრდება და ციფრებს შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინა წელთან შედარებით 30% გაზრდილი არის წლევანდელ წელს. მოცვის მოსავალი ერთ-ერთი საექსპორტო პროდუქცია არის, ზუსტად ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ თხილი და სხვა კულტურებთან ერთად მოცვის ბაღებიც იყოს მხარდაჭერილი. გავეცანით პროდუქციის ექსპორტზე გატანის მეთოდს, ასეთი სახის სახელმწიფო პროგრამები ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას, ადგილობრივ ფერმერებს ეხმარება, რაც საერთო ჯამში დადებითად აისახება იმერეთში ეკონომიკის ზრდაზე. მთელი მოცვი, რომელიც იკრიფება ამ პლანტაციაზე, მიდის ჩვენ საწარმოში, სადაც ხდება მისი გაციება, შეფუთვა, სორტირება და მომზადება ექსპორტისთვის. ძალიან დიდი დახმარება მივიღეთ სოფლის განვითარების სააგენტოსგან ამ საწარმოს გადაიარაღებაში. სრული დაფინანსება, რომელიც მივიღეთ სოფლის განვითარების სააგენტოდან 600,000 ლარს აღემატება.